მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ სამოქალაქო კოდექსიდან შედგენილ ტესტურ დავალებებზე მუშაობას, ამჯერადაც სულ შემოგთავაზოთ მორიგი 5 ტესტური დავალება. დავიწყოთ მე-11 ტესტური დავალებით. თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას თუ A ვარიანტია რეგისტრაცია არსებობდა 10 წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ როგორც საკუთარს. B ვარიანტია რეგისტრაცია არსებობდა 15 წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ როგორც საკუთარს. G ვარიანტია შემძენი ქონებას 5 წლის განმავლობაში ფლობდა როგორც საკუთარს და D ვარიანტია უძრავი ქონების შეძენას ხანდაზმულობით კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 167 მუხლის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუ კი რეგისტრაცია არსებობდა 15 წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ როგორც საკუთარს. შესაბამისად, ვხედავთ, რომ სწორი პასუხი გვექნება B ვარიანტი. გადავიდეთ მე-12 ტესტურ დავალებაზე. მამის ღირსების შელახვის გამო გარდაცვალების შემდეგ შვილმა ხელმყოფს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოსთხოვა გარკვეული ფულადი თანხის გადახდებინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით რამდენად სამართლიანია მოთხოვნა. A ვარიანტია მოთხოვნა არ არის სამართლიანი, რადგან სიკვდილის შემდეგ მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურება დაუშვებელია. B ვარიანტია მოთხოვნა სამართლიანია, რადგან სიკეთე ხელყოფილია და მნიშვნელობა არ აქვს ანაზღაურების თვალსაზრისით პირი ცოცხალი იყო თუ არა ამ პერიოდისათვის. G ვარიანტია მოთხოვნა არ არის სამართლიანი, ვინაიდან ღირსების შელახვა მორალური ზიანის წარმოშობას არ იწვევს. და ბოლო ვარიანტია მოთხოვნა სამართლიანია, ვინაიდან იგი მემკვიდრეობით გადავიდა მემკვიდრეზე დადგენილი ვადის განმავლობაში. სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია. შესაბამისად, მოცემულ ტესტურ დავალებაში სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი. მე-13 ტესტური დავალება არის შემდეგი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მოცემულ მსჯელობათაგან რომელია სწორი. A ვარიანტია ჩუქების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს ჩუქების დაპირების სანოტარო წესით დადასტურება. B ვარიანტია საჩუქრის დაპირება ყველა შემთხვევაში წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას. G ვარიანტია საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ თუ იგი წერილობითაა გაფორმებული. და D ვარიანტია საჩუქრის დაპირება წარმოშობს ვალდებულებას მხოლოდ მაშინ თუ იგი სანოტარო წესითაა დადასტურებული. სამოქალაქო კოდექსის 627 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული. შესაბამისად, სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. ამასთან ვთქვათ ისიც, რომ მოზრალ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, რაც შეეხება უზრალ ნივთს, ამ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება დადებულია იმ მომენტიდან, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდება. მე-14 ტესტური დავალება არის შემდეგი. ჩამოთვლილ დებულებათაგან რომელიც შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერს. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. B ვარიანტია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. G ვარიანტია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება შესაძლებელია ზეპირი გარიგების სახით და D ვარიანტია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხოლოდ სანოტარო ფორმის დაცვით. მოცემულ ტესტურ დავალებაზე სწორი პასუხის მისაღებად ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა ფორმით უნდა დაიდოს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 506 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
შესაბამისად, მოცემულ ტესტურ დავალებაში სწორ პასუხად უნდა შემოვხაზოთ ავარიანტი. გადავიდეთ მიმდინარე ვიდეო განხილვის ბოლო მე-15 ტესტურ დავალებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით რამდენ შეადგენს ხანდაზმულობის საერთო ვადა? 3 წელს, 15 წელს, 10 წელს თუ 6 წელს. ზოგადად გავიხსენოთ, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულებაზე ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლება ექვემდებარება ხანდაზმულობას. ესე იგი, პირს არ აქვს შეუზღუდავი დრო, როცა უნდა მაშინ მოითხოვოს ესა თუ ის მოქმედების განხორციელება, ან ამაზე მოითხოვოს თავის შეკავება. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, რაც პირდაპირ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 122 მუხლის მესამე ნაწილიდან. ამრიგად, სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. ამასთან გავიხსენოთ ისიც, რომ ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება პირად არქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მიანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. მიმდინარე ვიდეო განხილვაში მორიგი 5 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა რომ თქვენთვის შევმეთავაზებინო, ვფიქრობ, რომ ცოდნის გამეორების კუთხით დაგეხმარებათ და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს.